2026 წლის პირველ 6 თვეში ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავიდან ბიუჯეტში 297 მილიონი ლარი შევიდა. ეს წინა წელთან შედარებით 70%-ით მეტია. ქართულმა ოცნებამ 297 მილიონი ლარი მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო. ეს არის ხალხის ძარცვა კანონის სახელით და ქართული ოცნების 14 წლიანი მმართველობის კიდევ ერთი მიღწევა. ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს პრობლემებს კი არ უგვარებს, არამედ მათ პრობლემებზე მილიონებს შოულობს. მხოლოდ 2026 წლის იანვარ-ივნისში მარტო თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 11,893,927 ლარი შევიდა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 6 მილიონ ლარსაც კი ვერ აღწევდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდამ 95%-ს გადააჭარბა. ეს გახლავთ ქართული ოცნების დღევანდელი რეალობა. დაპირებული საპარკინგი ადგილების ნაცვლად გაზრდილი ჯარიმები. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად კონტროლიორების მიერ გამოწერილი მილიონობით ჯარიმა. მოქალაქეს არ აქვს ადეკვატური ალტერნატივა, ხოლო სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი პასუხი: გაზრდილი ჯარიმა. ეს გახლავთ ქართული ოცნების მმართველობის მოდელი. ასე მართავს ქართული ოცნება ხალხს, არ სთავაზობენ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სამაგიეროდ ზრდიან ჯარიმებს. ხალხისთვის არ აშენებენ მუნიციპალურ პარკინგებს, ზრდიან სანქციების ოდენობას. არ უქმნიან ადამიანებს უკეთესი ცხოვრების პირობებს, უფრო მეტ ფულს იღებენ მისი ჯიბიდან. და ამ ყველაფერს აკეთებენ კანონის სახელით. ეს არის კანონის სახელით ხალხის ძარცვა. სანამ მოქალაქეებს მილიონობით ჯარიმას უწერენ, ქართული ოცნების ხელისუფლება ფუფუნებაში იხრჩობა, იზრდის საკუთარ ხელფასებსა და პრივილეგიებს. ბოლო მონაცემებით საქართველოში 1200 ლარამდე ხელფასს 170,000 ადამიანი იღებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეალურად თვეში 300-700 ლარის ოდენობის შემოსავლით ცდილობს ცხოვრების გატანას. საშუალო ხელფასი კი რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან მედიანური ხელფასი მას 1000 ლარით ჩამორჩება და რეალურად მის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. სახელმწიფო ვალდებულია მოქალაქეებს პრობლემები მოუგვაროს და არ შექმნას მისი პრობლემებიდან საკუთარი შემოსავლის წყარო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს დევნის ჯარიმებით სჯის, ადამიანებს აქციაზე დგომის გამო, სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვის გამო, ჯარიმებთან ერთად ადამიანებს აპატიმრებენ კიდეც განსხვავებული აზრისთვის, სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს. სოლიდარობა ვახო სანაიას, რომელიც დღეს მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლომ 14 დღით გაუშვა პატიმრობაში. ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით, ხალხის წინააღმდეგ შექმნილი სისტემა უნდა დაინგრეს. ხალხის ძარცვა კანონის სახელით ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. დიდი მადლობა.